გულის იშემიური დაავადება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გულსისწორთა დაავადებაა. ის ვითარდება მაშინ, როდესაც გულის გუნდს საკმარისი რაოდენობით სისხლი და ჟანგბადი აღარ მიეწოდება, რაც უმეტესად კორონარული არტერიების შევიწროებით ან დახშობით არის გამოწვეული. დაავადება ხშირად წლების განმავლობაში პროგრესირებს და საწყის ეტაპზე შესაძლოა აშკარა სიმპტომებით არ გამოვლინდეს. გულის იშემიური დაავადების დროული გამოვლენა და სწორად შერჩეული მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს ისეთი მძიმე გართულებების განვითარებას, როგორიცაა მიოკარდიომის ინფარქტი, გულის უკმარისობა და სიცოცხლისთვის საშიში რითმის დარღვევები. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია იმ ნიშნების ამოცნობა, რომლებიც შესაძლოა გულის სისწარღვების პრობლემაზე მიანიშნებდეს და ექიმთან დროული მიმართვა იყოს საჭირო. თანამედროვე კარდიოლოგია დღეს პაციენტებს თავაზობს როგორც ზუსტ დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებს, ისე მაღალ ტექნოლოგიური მკურნალობის მეთოდებს. მათ შორისაა როტაბლაცია, პროცედურა, რომელიც გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც კორონარული არტერიები ძლიერ კალციფიცირებულია და მათი მკურნალობა სტანდარტული მეთოდებით რთულდება. რა შესაძლებლობებს თავაზობს ამ მიმართულებით პაციენტებს New Hospital-ს? ჩვენ შეკითხვებს New Hospital-ის კარდიოლოგი თამარ ჯანაშია უპასუხებს. მოგესალმებით, ქალბატონო თამარ. ჩვენ შესავალში ვისაუბრეთ გარკვეულწილად გულის იშემიური დაავადების ნიშნებზე, მაგრამ თქვენგანაც აუცილებლად უნდა მოვისმინოთ, ზოგადად რა არის გულის იშემიური დაავადება და რა სიმპტომები ახასიათებს. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს და დიდი მადლობა მოწვევისთვის. ზოგადად გულის იშემიური დაავადება სამწუხაროდ მსოფლიოში სიკვდილობის და ინვალიდობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც ხდება დისბალანსი გულის კუნთის ჟანგბადზე მოთხოვნილებასა და მიწოდებას შორის. ეს ძირითადად განპირობებულია გულის მკვებავის სიზარღვების ათეროსკლეროზული ცვლილებებით. კერძოდ სისხლის კედელში ქოლესტეროლის ბოლოკების შალაგებით, შემდგომში სიზარღვის თანდათან შევიწროებით, რის გამოც გულს სისხლის სათანდო მოცულობით ვეღარ მიეწოდება. როგორც წესი, სიმპტომატიკა თავიდან არ არის გამოხატული და დაავადება შეუმჩნევლად იწყება. პირველი სიმპტომი არის სტენოკარდიული შეტევა, ასე ვთქვათ. ეს არის მოჭერის, ზეწოლის ან წვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, რომელიც ხშირად გადაეცემა მარცხენა ზემო კიდურში, ქვედა ყბაში, კისერში ან ბეჭდაშუა არეში და როგორც წესი, საწყის ეტაპზე ჩივილები დაკავშირებულია ფიზიკურ დატვირთვასთან. ანუ ადამიანს ჩივილი ეწყება მაშინ, როცა იტვირთება ფიზიკურად, მაგალითად, სწრაფი სიარულისას, კიბეებზე ასვლისას, აღმართზე ასვლისას, ან თუნდაც სიცივეში გასვლისას, რაც იძულებულს ხდის, რომ შეისვენოს, გაჩერდეს და როცა გადაული სიმპტომები განაგრძობს სვლას. ეს მიუთითებს იმაზე, რომ გულის კუნთი არის ჟანგბადოვანი შიმშილში და ასეთი სიმპტომების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს, ვინაიდან ზოგადად ეს დაავადება საკმაოდ სწრაფად პროგრესირებს, შემდგომ უკვე შეტევები ხშირდება და მოსვენებელ მდგომარეობაშიც ვითარდება მსგავსი სიმპტომატიკა, რაც უკვე მიანიშნებს საკმაოდ სახიფათო მდგომარეობას და შორს წასულ პროცესზე. ზოგადად ტკივილი თუ მოსვენებელ მდგომარეობაშია და თან ახლავს ცივი ოფლი ან ჰაერის უკმარისობა ან ზოგადი სისუსტე, ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას, ვინაიდან ნიშნავს, რომ ეს არის მწვავე პროცესი. როგორც მივხვდი, ყოველდღიურ ცხოვრებაზე შეიძლება რომ ძალიან დიდი გავლენა იქონიოს ამ დაავადებამ. დიაგნოსტირება როგორ ხდება და კორონოგრაფია რა შემთხვევაში ინიშნება თანამედროვე მედიცინის პირობებში, რომ ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ. ზოგადად დიაგნოსტიკური პროცესი თანამედროვე კარდიოლოგიაში არის საკმაოდ კომპლექსური და ეტაპობრივი. საწყის ეტაპზე ჩვენ ვიყენებთ არაინვაზიური კვლევის მეთოდებს. აი როგორიც არის მაგალითად ელექტროკარდიოგრაფია, გულის ულტრაბერძი კვლევა, სხვადასხვა დატვირთვის ტესტები, მაგალითად დატვირთვის ტესტის არბენბილიქზე ან სხვადასხვა მედიკამენტური ტესტები, რითაც ჩვენ ვაფასებთ გულის მუშაობას სტრესულ სიტუაციაში. და თუ აი ამ არაინვაზიური კვლევებით გამოვლინდება, რომ პაციენტს აქვს იშემიური ცვლილებები, ასეთ შემთხვევაში ჩვენ უკვე გადავდივართ ინვაზიური კვლევის მეთოდზე, ეგრეთ წოდებულ ოქროს სტანდარტზე, რასაც კორონაროგრაფია ქვია. კორონაროგრაფია ეს არის მცირე ინვაზიური რენტგენო-კონტრასტული კვლევა, რომელიც საშუალებას გვაძლევს რეალურ დროში ეკრანზე დავინახოთ სიზარღვის ზუსტი ანატომია და განვსაზღვროთ შევიწროების ხარისხი და ლოკალიზაცია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცედურა ტარდება სხივის არტერიიდან რადიალური მიდგომით, რაც ძალიან ამცირებს სიზრდელის რისკებს და პაციენტს პროცედურის შემდგომ რამდენიმე საათში შეუძლია თავისუფლად პაციენტს შეუძლია გადაადგილდეს. ახსენეთ, რომ ოქროს სტანდარტია, ხო, კორონოგრაფია და არის თუ არა ის, ასე ვთქვათ, სრულყოფილ ინფორმაციას გაძლევს თუ არა და თუ ხდება ხანდახან საჭირო ეკოსკოპიის ჩატარება თქვენ შემთხვევებში.
ზოგადად კორონაროგრაფია ინტერვენციულ კარდიოლოგიაში მართლაც ფუნდამენტური კვლევაა, თუმცა აქვს გარკვეული ტექნიკური ლიმიტაცია. ის ზოგადად კვლევისას გვაძლევს სიზარღვის ორგანზომილებიან ჩრდილოვან გამოსახულებას, თუმცა ვერ ხედავთ რეალურად რა ხდება უშუალოდ სიზარღვის კედელზე. სწორედ აი ამისთვის არის საჭირო სიზარღვისი და ეხოსკოპია, ეგრეთ წოდებული IVUS, რომელიც არის კვლევის თანამედროვე ულტრათანამედროვე მეთოდი. ზოგადად რა არის ამ კვლევის არსი? უშუალოდ პროცედურის დროს სიზარღვის შიგნით შეგვყავს ასე ვთქვათ მიკროსკოპული ულტრაბგერითი ზონდი, რომელიც გვაძლევს საშუალებას მიკრონების სიზუსტით შევისწავლოთ სიზარღვის კედელზე არსებული ათეროსკლეროზული ფოლაკის შემადგენლობა და კალციფიკაციის ხარისხი და ასევე ზუსტად განსაზღვროთ სტენტის დიამეტრი და რაც მთავარია პროცედურის შემდგომ დავუწყდეთ რომ სტენტი კარგად არის გაშლილი და მჭიდროდ ეკლის სიზარღვის კედელს. ეს რეალურად არის ასე ვთქვათ სამომავლოდ პაციენტის უსაფრთხოების უმაღლესი გარანტი. აი მკურნალობის მეთოდები როგორია და სტენტირება როდის ხდება საჭირო ესეც საოცრებოდ მეკითხოთ. კურნალობის სტრატეგია ძირითადად სამი მიმართულებით განისაზღვრება. პირველი ყოველთვის არის მედიკამენტოზური თერაპია. შემდგომი ეტაპი უკვე არის ინტერვენცია, ანუ კურნალობის სტენტირება და მესამე ეტაპი არის კარდიოქირურგია, ანუ აორტოკურნალობის შუნტირება. ხშირად არის შემთხვევა, როდესაც სიზარღვის კალციფიკაცია, რომელიც თქვენც ახსენეთ, სტენტის სტანდარტული იმპლანტაცია ვერ ხერხდება და პაციენტს სხვა მიზეზი არ სურს, ასე ვთქვათ, ამის გამოყენება და ღია წესით ოპერაციასაც ითხოვს, ხო? რა ალტერნატივას არსებობს ასეთ რთულ პირობებში და თქვენ როგორ მუშაობთ ასეთ დროს, როდესაც ბევრი სხვადასხვა გარემოება მოქმედებს? როდესაც სიზარღვის კედელი მკვეთრად კალციფიცირებულია, ანუ შიგნით ლაგდება დიდი რაოდენობით კალციუმი, ასეთ შემთხვევაში ხდება სიზარღვის კედელი ძალიან მყარი და ხისტი. და ასეთ რთულ ანატომიურ პირობებში, ასე ვთქვათ, სტანდარტული ბალონით მაღალი წნევის პირობებშიც კი ვერ ხერხდება ამ კალციფიცირებული ბარიერის გაფართოება და აი ესეთ ხისტ გარემოში სტენტის იმპლანტირება საკმაოდ პრაქტიკულად შეუძლებელია, იმიტომ რომ ვერ ხდება სტენტის სრულყოფილი გაშლა. შესაბამისად, არასრულფასოვნად გაშლილი სტენტი დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვინაიდან ის შემდგომ შეიძლება დაიხშოს და თრომბოზის და მიოკარდიtis ინფარქტის განვითარების მთავარი მიზეზი გახდეს. იცით, უნდა გკითხოთ, რომ ბევრი ადამიანი გვიყურებს ალბათ, ვისაც აწუხებს პრობლემები გულთან დაკავშირებით და როტაბლაცია ვახსენეთ და რომ განმარტოთ და უბრალოდ აუხსნათ მათ, რას ნიშნავს საერთოდ ეს და რა შემთხვევაში იყენებთ, ნიუ ჰოსპიტალში როგორ იყენებთ და ასე შემდეგ. როტაბლაცია არის მაღალტექნოლოგიური ინოვაციური მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ყოველგვარი დიდი განაკვეთის გარეშე სიზარღვის შიგნით არსებული კალციფიცირებული ბარიერი დავშალოთ და მოვამზადოთ სიზარღვი, ასე ვთქვათ, ოპტიმალური სტენტირებისთვის. ხა ტექნიკურად ეს პროცესი როგორ მიმდინარეობს? უშუალოდ სიზარღვის შიგნით შეგვყავს სპეციალური მიკროკათეტერი. ეს არის მინიატურული, ასე ვთქვათ, ალმასის მიკრონაწილაკებით დაფარული ოვალი, რომელიც ერთგვარი ბურღის ფუნქციას ასრულებს. ის ბრუნავს ძალიან მაღალი სიხშირით, დაახლოებით 160-180,000 ბრუნით წუთში და უზრუნველყოფს აი ამ კალციფიცირებული დაზიანებული ქსოვილის ძალიან შერჩევით და დელიკატურ მოშორებას. რეალურად ის, ასე ვთქვათ, ქვავს ძალიან ფაქისად და აორთქლებს აი ამ ათეროსკლეროზულ ქსოვილს და აქცევს მას მიკრონაწილაკებად და ზუსტად აი ამ პროცესის შემდგომ ვამზადებთ სიზარღვის უსაფრთხო და ეფექტური სტენტირებისთვის. და რაც მთავარია, აი ამ ბურღის დროს თვითონ როტაბლატორი არ აზიანებს სიზარღვის ჯანსაღ ელასტიურ ქსოვილს, რაც არის უმნიშვნელოვანესი. ზოგადად, როდის ვიყენებთ ამ მეთოდს და როდის ვთავაზობთ ამათ პაციენტებს, იცით? უწინდელ დროში, როდესაც მკვეთრად დაზიანებული სიზარღვები ქონდა პაციენტს, პირდაპირ იგზავნებოდნენ ღია წესით ქირურგიულ მკურნალობაზე. თუმცა ჩვენ რეალობაში გვყავს გარკვეული ასაკობრივი ჯგუფის პაციენტები, რომელთაც აქვთ ქრონიკული პათოლოგიები, მაგალითად ერტმის უკმარისობა, ფილტვის დაავადებები, სხვა სისტემური პათოლოგიები და მათთვის ღია წესით ქირურგია, გულმკერდის გახსნა და ზოგადი ანესთეზია ზოგადად კრიტიკულად მაღალ გართულებების რისკებთან ასოცირდება. გარდა ამისა, არიან პაციენტები, რომელთაც ფსიქოლოგიურად, ასე ვთქვათ, ვერ უძლებენ და არ სურთ მსგავსი ტიპის ტრამული ჩარევა.
ჩარევები და კატეგორიულად უარს აცხადებენ ასეთ ჩარევებზე. ზუსტად აი ასეთი პაციენტებისთვის არის შექმნილი ეს ინოვაციური მინი-ინვაზიური მეთოდი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ზუსტად ეს კალციფიცირებული ბარიერი გავაფართოვოთ და ჩავატაროთ უსაფრთხო პროცედურა. ამ ხალხუფუნება და სიამოვნება ასე ვთქვათ, რომ თანამედროვე მედიცინა შეუძლია, რომ ყველანაირ პაციენტს მოერგოს. ჩვენთან ნიუ ჰოსპიტალში მსგავსი ტიპის პროცედურა დიდი ხანია დანერგილია და ძალიან წარმატებით კეთდება. ზოგადად ჩვენს კლინიკაში არის საერთაშორისო სტანდარტი, რაც გულისხმობს კომბინირებულად როტაბლატორის და ასე ვთქვათ სიზაფში და ეხოსკოპის გამოყენებას, რაც გვაძლევს საშუალებას უსაფრთხო პროცედურების ჩატარებას. და ზოგადად ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პაციენტები, რომელთაც დადასტურებული აქვთ უკვე ესე მკვეთრად კალციფიცირებული სიზარღვების არსებობა და უარი უთხრეს სტენტირებაზე და ინტერვენციულ ჩარევებზე, ღია ქირურგია ნამდვილად არ არის ერთ-ერთი გამოსავალი. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით დღეისთვის შესაძლებელია უკვე უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის შერჩევა თითოეული პაციენტისთვის. და ზოგადად მინდა აღვნიშნო, რომ ნიუ ჰოსპიტალში ჩვენი მიზანი არა მხოლოდ პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა, არამედ მათი ცხოვრების ხარისხის სრულფასოვანი აღდგენა, რათა დროულად დაუბრუნდნენ მათ სოციალურ და პროფესიულ საქმიანობას. ძალიან მნიშვნელოვანია ეს აღნიშნვა, იმიტომ რომ თანამედროვე ცხოვრებაში პაციენტების მიერ ემპათიური მიდგომა ყველაზე მნიშვნელოვანად მიაჩნიათ ხოლმე და დიდი მადლობა ასე რომ იყავით ჩვენი სტუმარი.